აბა აპლოდისმენტები არის მეგობრებო, აპლოდისმენტები. მოგესალმებით მეგობრებო. შე აღარ ასაჭირო. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით K Bush-ი. მართალია ჩემაც მაგაცმა გახსნა, მაგრამ ისედაც კარგი ობიექტია ხიტა შერასით. ძალიან საყვარელი ადგილია. და ჩვენი სტუმარია ხიტა, როგორ ახ? გამარჯობა. კარგად, შეგეგორა. გაიხარეთ ძმაო, კარგად ვარ, მადლობა რომ სტუმარი ხარ ჩემი დღეს. წარმატების გზა, ასეთი პროექტი დავიწყე და ეს არის უკვე მესამე გადაცემა, სიახლე არის ხო იცი, ვერ ვჩერდები, სულ რაღაც სიახლეებს ვეძებ ხოლმე და ახალ სიტუაციებს რა. ხო და იმაზე ესე მიწერია, რა ქვია, კითხვებში ესე მიწერია, პირველი კითხვა ეკითხო, ხიტას ქება მეთქი და ეგ ამბავი ხონა გაქო და გადიდო. არა, ყოველგვარი გადაობის გარეშე მართლა ხიტა არის ადამიანი, რო იცოთ ხალხო, რომელმაც როცა ვიწყებდი წეღანც მაგას საუბრობთ რა რომ ხალხი იწყებს და ანებებს თავს და მე იმდენი ხანი ვაკეთებ უკვე უხსოვაიდორიდან 5 წელი გავიდა და ხიტა იყო ადამიანი რომელიც დასაწყისშიც დამეხმარა და მონეტიზაციის თემა იყო თუ გადაღების თემა იყო თუ რაც იყო აბსოლუტურად ხო არის რომ არის ხა იუთუბერები რომ მე ამდენი 1000 გამომწერი მყავს და მე ვერ მოვა ჯერ ამდენი დააგროვე იმდენი დააგროვე და ალბათ არ ცალიათ შეიძლება რა თქმა უნდა ალბათ არ ცალიათ რა თქმა უნდა ხო და ხიტა იყო ადამიანი რომელიც უკვე ამ ყველაფერში დამეხმარა და რადგან გადაცემას ქვია წარმატების გზა მოდი შენ გითხარი შენი წარმატების გზა როგორია და აქამდე როგორ მოხვედი ხა დეტალურად ბევრგან რა თქვა მიდა ჩემთანაც პოდკასტში მაგრამ ასე თუ ისეა იუთუბერობა როგორია დღეს საქართველოში და რაღაცები რო განვიხილოთ რა მოდი ახლა იცი მე ალბათ შენს პოდკასტში ვიყავი როცა ახალი დაწყებული ქონა ზუსტად 5 წლის წინ ალბათ ხო და მოდი ეს 5 წელი შევაფასოთ მაშინ რომ კი ბატონო თუ გინდა ჩვენი არხებიც და თუ გინდა ზოგადად ეს სფეროც მაშინ ჯერ გამოიწევ არხი აუცილებლად შენ მაინც სხვანაირად გეთქმის ახლა აუცილებლად რომ ეს არხი უნდა გამოიწევ თორნიკეს არხი იმიტომ რომ ამ სფეროში ყველაზე ძნელია იყო გრძელვადიანად აქტიური ეს კონსისტენტურობა და თანმიმდევრულობა შეინარჩუნა და 5 წელი რომ უკვე ყოველ კვირაში ვიდეოს დებ ეგ არის ცალკე აღნიშნის ღირსი და დასაფასებელი ამიტომ ყოშახ შენ მაგის ხარ ნერვები რომ ყოფნის, სპონსორებიც არ არიან, მაგრამ მაინც. ხო. მოდი სანამ გავაგზავნებთ აუცილებლად ერთ რაღაცას აღვნიშნავ, რომ რადგან K-Bush-ი ვართ, დაგემოვნების ვიდეოც იქნება, ოღონდ ამ გადაცემაში არ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლინკი იქნება აღწერაში K-Bush არხის, გადადით და ნახეთ მე და ხიტა როგორ დავაგემოვნებთ აქაურ ბურგერებს. შევცხოთ ახლა. ეს ცალკე ვიდეოთ დაიდება? კი, ცალკე ვიდეოთ იქნება, რომ ეს წარმატების გზა და ეს K-Bush პირველი სტუმარი იქნება იქ სხვათა შორის იმ ვიდეოში. პილოტი კი გადავიღეთ, კი ნახეთ წეღანც რო ვისაუბრეთ მაგაზე. ანუ ორ ვიდეოში ვიქნები ერთად. აბა. ქართველები ხო იცი მოსტრებაზე ვართ, რა შენ არის სტუმარი გასაშვებია. მოდი შევაფასოთ ეს. კი ბატონო. დაახლოებით ალბათ 5 წლის წინ რო ავიღოთ. მოდი შევაფასოთ აუდიტორია როგორ გაიზარდა. მაშინ ალბათ პანდემიამდე პერიოდი იყო, ხო? კი, ეგრე იყო, კი. ზუსტად ეგ პერიოდი იყო. ესეთი სტატისტიკა მაქვს ნახე რომ პანდემიის დროს ადამიანები რო სახლში დაშნენ და მეტი დრო ჰქონდათ ინტერნეტში დროის გასატარებლად, ასე ვთქვათ, საერთოდ არაფერი რომ არ გეკეთებინა ინტერნეტში, ოღონდ თუ მოღვაწეობდი. ხო. გამომწერები გაგეზრდებოდა დაახლოებით 15%-ით. ეს არა შენი დამსახურებით, არამედ იმ ინერციის გამო, რის გამოც ხალხი შემოვიდა. და მაგან შეიძლება ითქვას, კარგი ტალღა მისცა, თუმცა მანამდეც კარგად ვითარდებოდა, იმიტომ რომ ქართულ YouTube-ზე არიან ტიპები, ვინც 2013-14 წლიდან დაიწყეს და დღემდე აგრძელებენ ჩვენზე ბევრად სტაჟიანები არიან, ასე ვთქვათ. მოდი შევაფასოთ ახლა ბოლოს რაც მოხდა ყველაზე ისეთი დიდი მასშტაბური ქართულ YouTube-ზე, რაც არასოდეს არ მოხდარა და ეგ იყო სოსოს ჩრდილოეთ კორეის ვიდეოს, რომელმაც 4 დღეში დააგროვა 1 მილიონი ნახვა და 100,000 ლაიქი. და ეს 100,000 ლაიქი იყო თან რეკორდული რიცხვი, იმიტომ რომ თუ სწორად მახსოვს, TMG-ს ჰქონდა 86,000 ლაიქიანი ვიდეო, ყველაზე დიდი რაც კი საქართველოში დადებულა რა, ქართულ ენაზე. იმასაც ხო გააჩერდა რამდენ დღეში მოაგროვე ყველა. ხო, ეს იყო წლების მანძილზე. ხო. ამიტომ ამ სოსოს ვიდეომ შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი სფერო კიდე ახალ ლეველზე გადაიყვანა. კი ბატონო. და ჩვენ რო ვიწყებდით, მე რო ვიწყებდი მაგალითად, ვიდეოზე რომ მქონდა 500 ნახვა, ითვლებოდა რომ ბევრი არის და ხო. ამ YouTube community-ში ვინც იყო, ასე ვთქვათ, ვინც YouTube-ს აქტიურად უყურებს, იმათმა ყველა მიცოდა ჩემზე. არ და 500 ნახვა იყო სულ. ასევე იყო იმ დროს ასევე 20,000 გამომწერი ნიშნავდა ძალიან დიდ რიცხვს. აი იყო 20,000 გამომწერიანი YouTube არხი ითვლებოდა ტოპ არხად, მაგალითად. 15,000 გამომწერზე პირველად ქართველი იუთუბერები რო ავიდნენ, ირაკლი და გიორგი გეიმერი.
მაგის აღსანიშნავად თვითმფრინავიდან გადმოხდნენ პარაშუტით. აჰა. იმდენად ძვირფასი იყო 15000 გამომწერი. ანუ სიმაღლეს არ ეშინიათ ეს. ეშინიათ ალბათ, მაგრამ მაინც ესე მადლიერების ნიშნად გააკეთეს და ახლა უკვე იმდენი YouTube არხი იქნება, რომ აი ვიდეოც დავდე, ხა პოდკასტები რო აღწერი და 60-მდე პოდკასტი არის საქართველოს, რომელიც მაგაზე ძალკე მადლიერი ვარ. ყოველ კვირაში იდება ხოლმე და 60 პოდკასტი ძალიან ბევრია. კი. მხოლოდ პოდკასტის არხი რო არის თან რა. კიდე არის ძალიან უცნაური ამბავი, რომ YouTube გახდა ძალიან პრესტიჟული. ყველას აღარ ეხავს YouTuber-ი ვარ, რო იძახი ეგთენა, ხო? ხო იყო ეგ რო რაღაც YouTuber-ობა და რაღაც არ თვლიდნენ როგორც პროფესიად, ხო? არ აღიქვამდნენ. პროფესიად არ თვლიდნენ, ხო? მე რო დავიწყე მაშინ საერთოდ არ თვლიდნენ. კი არა, ძალიან შორს იყო. ეხავდა როგორ პონჩი იცი, რომ ნუ ბჭყალებში რა ვიდეოებს იღებ რაღაცა ეგეთი დამოკიდებულება რა YouTube-ი და რაღაც, ხო? და ეხა არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვეულებრივი და ძალიან კარგი პროფესიაა. ბევრ ადამიანს უნდა, სხვადასხვა სფეროდან გადმოდიან ზოგი სპორტსმენი, ზოგი ტელევიზიიდანაც ბევრი ადამიანი გადმოდის. მაგაზეც მაგთემასაც შევეხებით აუცილებლად, კი ბატონო. და ბევრი ადამიანისთვის ძალიან ისეთია რა, საოცნებო სამსახური არის შეიძლება ითქვას. კი ბატონო. და ამაში იმ ადამიანების დიდი წვლილია, ვინც ჯერ კიდევ რაღაც ქვისხანაში დაიწყეს YouTube-ერობა. ხო. და ქვისხანა არის ალბათ ეს 2015 წელი სირგულებ რა. შენ როდის დაიწყე ის? მე დავიწყე ეგრე ზუსტად რა 2000 ვიცი პანდემიის თემა რო იყო, როდის შენ დაიწყე ალბათ 19-ში, თუ 20-ში. არა, 20-ში დავიწყე. აი, ზუსტად პანდემიის თემა რო იყო, აპარატურა მქონდა ყველაფერი და მეთქი რა ვაკეთო მეთქი და კაკრას ვარდოსანიძეც იწყებდა, ის პერიოდი იყო, რაღაცებს უდებდა და რაღაცნაირად მეთქი, აბა ჩავწერო თქო და ერთ-ერთი პირველი სტუმარი იყო, შენ მეოთხე თუ მეხუთე პოდკასტი იყო, თუ რაღაც ედიტი იყო, არ მახსოვს და დავიწყე. ეგრე გამ 2020 და. მოდი ხა რა თქვა, იცი კიდე რა იქნება ძალიან საინტერესო. ეხლა რაღაცნაირად ცოტათი ხო შევეხით წარსულიდან აქამდე. კი ბატონო. მოდი ხა ვთქვათ დღეიდან რამდენიმე წლის პერსპექტივაში რა შეიძლება მოხდეს, აბა შენი აზრი მითხარი და მე მეგეთ. მე რას ხედავ რა? მე ზოგადად იმასაც რო ვაკვირდები, რომ წეგარ ვახსენე ტელევიზიის ხალხიო რა. ტელევიზიის ხალხი რო გადმოვიდა YouTube-ზე, ნუ რამდენად ხელოვნურებიანი და რაღაცა მაგაზე ცალკე მინდა კიდე ვილაპარაკოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა კონდეს ამ ყველაფერს ძალიან დიდი განვითარება, იმიტომ რომ მაინც ტელევიზიის თემა კვდება ასე თუ ისე რა, ნუ ჩარჩოებია. და ჩარჩოები რადგან არ არის ასე თუ ისე YouTube-ზე, მაინც რაღაცნაირად ასწორებს ეგ ყველაფერი და განვითარება კიდე უყურე მე რასაც ხედავ, უფრო თითქოს რაღაც მომენტში ტელევიზიას უფრო იმსგავსება YouTube-ი, ვიდრე YouTube-ს რა. ეხლა კიდე რა მომენტი იცი კონტრ შეკითხვა მინდა ერთი კიდე დაგისვა რომ ერთად გავიორთ ეგ ყველაფერი რომ აი ხა ძალიან ბევრი აღნიშნავს იმას რომ მაგალითად აი ჰიტა და შენა იუთუბერი მაგალითად რომ სახში რო ზიან და სახლიდან აკეთებენ კონტენტს მაგალითად და ვისაც მაგალითად ჩემსავით გადაცემები აქვს პოდკასტები და ასე შემდეგ ეს ძალიან დიდი განსხვავებაა რომ ვითომ ის უფრო OG კონტი უფრო ის მართლა იუთუბერია და შეიძლება იუთუბერი ეწოდოს და ჩემპონს რა ხანდაშოდ გადაცემებს ვაკეთებ უფრო ნაკლებად იუთუბერი ეწოდოს ხდები და მაინც უფრო მარკეტით ისე უფრო გადაცემები და უფრო სერიოზული აპარატურა და უფრო რაღაცა ეგ თემები მიდის რა იუთუბზე რასაც ვატყობ განვითარება და არა რაღაცა მობილური გადაიღე და მაგით დაკმაყოფილდი და ეგ არის რა. მე ხარ რამდენიმე დღის წინ ერთ პოდკასტში ვიყავი კიდე და იმ ბიჭმა მითხრა რომ ეხა ვიწყებო პირველი თუ მეორე ეპიზოდი იყო და ალბათ ეხა ძალიან გვიანიაო რომ მე ეხა რო ვიწყებო, იმიტომ რომ შენ და კიდე ბევრი ადამიანმა წლების წინ დაიწყეთო. ხო და მე ვფიქრობ რომ ეხა გვიანი კი არ არის. გვიანი იქნება 4 წლის მერე. ნუ პიკით გვიანი კი ნიადაგი გამზადებული. ეხა არის კარგი დრო, ხო, თუ იმეს ეხა რამის დაწყება გინდათ, ახლა უნდა დაიწყოთ, იმიტომ რომ მართლა 3-4 წლის მერე იქნება ისეთი გვიანი, რომ მერე უკვე ფეხის მოკიდება ძნელი იქნება. ეხა მაინც ჯერ მარტივია. შეიძლება ითქვას. მაგრამ ჩვენ მაგალითებზე, მაგალითად ვინც ვაკეთებთ, ძალიან ბევრი რაღაცები შეიძლება ხა გააკეთოთ. მოდი ეს OG და OG style და რაღაცები ეგენი მაგაზე ვთქვათ, 1-2 სიტყვა. ზოგადად ეგ სტილი მე მევასება. ნახე, მე ვცდილობ, რომ ჩემ ცხოვრებაში ალბათ ისევე როგორც ყველა ადამიანი, რაღაცა კომფორტ ზონა შევიქმნათ, ხო? ჩემი კომფორტ ზონა არის ესეთი, რომ საძინებლიდან გამოვდივარ, მისაღებში მაქვს სტუდია და ყველაფერი მაქვს ისე აწყობილი, რომ ერთ კლიქს ესე რომ დავაჭერ, განათება ერთვება, კამერები ერთვება, ყველაფერი ერთვება. გამზადებული მონიტორზე ვხედავ რაღაცებს და შემიძლია რაზეც მინდა იმაზე ვილაპარაკო და ვიდეო გადავიღო. და ის რომ მაგალითად საქმის გასაკეთებლად სახლიდან გასვლა არ მიწევს,
ეს ძალიან დიდი კომფორტია ჩემთვის. ხო. სახლში ყოფნაც ჩემთვის ბუნებრივად კომფორტია რა. ან მე რო ვიყო ხა ესეთი სტილის ტიპი, რომელიც რავი, მოგზაურობაზე გიждდება ან რაღაცა, მაშინ ვერ ვიზავდი მაგას. ამიტომ ზოგადად ისეთ კონტენტს ვირჩევთ, რაც ჩვენი თავიდან გამომდინარეობს, ხო? და ეს OG სტილი რას ნიშნავს? იცი, ანუ YouTuber-ობა მაგით შეიქმნა თავიდან. YouTube.com ესე რომ შეიქმნა 2005-ში და 2006-ში რომ Google-მა იყიდა, უნდა ყოფილიყო როგორც ეხა დრაივია რა. Google Drive-ს როგორც ვიყენებთ, რომ ვიდეოს ატვირთავ და იქ გიდევს უბრალოდ. ანუ ეგეთი იყო უბრალოდ საჯარო. და არავის არ ეგონა რომ იქ თვითონ YouTube-ზე არ იყო ეგეთი სისტემა, რომ ესე ვიღაცა ტიპი მობილურ რაღაცას გადაიღებს და იმას ფანები გაუშვება და ეს ტიპი მე ესე გააგრძელებს თავის ცხოვრებას რა. არც სეზონები არის, არც გადაცემის სახელია დაუშვათ, არაფერი ეგეთი, უბრალოდ შეიძლება რაღაცას თამაშობდეს რა. და მართლა ეს PewDiePie რო იყო ყველაზე დიდი YouTuber-ი 100 მილიონი გამომწერით 6 წელი იყო ყველაზე მეტ გამომწერიანი ტიპი. მაგის გამო რო აიფეთქა თავი ხო, ეგ ტიპია. და უბრალოდ ჰორორ თამაშებს იღებდა, ჰორორ თამაშები უყვარდა და რო თამაშობდა თან ვიდეოზე იღებდა და შემდეგ ისეც გადაიყო 1-2 ვიდეო თამაშის მიღმა და ნახა რომ ეგ უფრო პოპულარული აღმოჩნდა, ბევრი ნახვა ჰქონდა. შემდეგ გააგრძელა ეგრე და მე თამაშები ნელ-ნელა დაიკიდა და სულ ეგეთი სტილი დატოვა. და მასეთ სტილში რა არის, იცი ძალიან უცნაური რომ ტიპს ქონდა 100 მილიონი გამომწერი. ვიდეოს რო დადებდა ერთი ვიდეო მარტო მონეტიზაციით $9 მილიონ უწერდა. და დღეში 2-3 ვიდეოს დებდა, წარმოვიდგინე. რატო არა? ამ დღეში მინიმუმ $1 მილიონ უწერდა მონეტიზაცია და დღეში და მაინც მობილურით იღებდა რა. ანუ არც პროდაქშენი და უქირავებია, არც დრონის კაცი და არც ავტობუსი არ დაყვებოდა ტექნიკით. არც სტუმარი მოუწევია, ანუ ისევ რასაც აკეთებდა, ეს მობილურით რო იღებდა რაღაცას, ეს მობილური თუ დაუვარდებოდა აიღებდა და ისევ აგრძელებდა რა. დაჭრასაც არ აკეთებდა. ხო, არ აკეთებდა, ან შეიძლება რაღაცა საინტერესოდ მოეყოლა და მე ეგ სტილი რო არ არსებობდეს მაგალითად მე არ ვიქნებოდი საერთოდ YouTuber ესე მგონია. იმდენად მხოლოდ ამ სტილში წარმომიდგენია საკუთარი თავი. მაგრამ ეგ იმას კი ანიშნავს რომ ეს რაღაცა სხვაზე აღმატებულია. რამე. ანუ ფორმატია რა უბრალოდ და YouTube-ი არის პლატფორმა თუ გინდა რა შენ ტრეკები დადე, თუ გინდა ვლოგები დადე, თუ გინდა როგორ მოგზაურობ ეგ დადე, თუ გინდა გადაცემები აკეთე, თუ გინდა პოდკასტები. სულ ერთია. უბრალოდ ეს ნიშა ძალიან ძვირფასია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამას შექმნა ყველაფერი და ძალიან ნამდვილია. რატო არის ნამდვილი, რომ მე მაგალითად ეხლა შენთან გადაცემაში რომ მოვედი და შენ შეიძლება შემითანხმო კითხვები, შეიძლება შემითანხმო თემები და მე მოვიდი ამაზე მომზადებული. და მე რომ ამაზე მომზადებული მოვედი, აქ ჩემი შინაგანი სამყარო არ გამოჩნდება, იმიტომ რომ მე ამ კონკრეტულ სფეროში გელაპარაკები რა და ამ ჩემს OG კონტენტში თუ რა თქვია, ყველაზე მაგარი ის არის რომ მე მომზადებული არ ვარ. ანუ მე ვარ ისეთი, როგორც მართლა ვარ და თუ ვიღაცა ადამიანი ფრისტაილი რა, ჯდები და ხო, თუ ვიღაცა ადამიანს ეგევასებათ, მიყურებენ თუ არ ევასებათ და არც ვთვლობ რომ რაღაცაზე, ანუ ისეთ არაფერს არ ვიზამ, რაც შემში არ ზის. ხო. კი ბატონო. მხოლოდ ისეთ თემებზე ვაკეთებ ვიდეოებს, მხოლოდ ისეთ რაღაცებზე ვსაუბრობ, რაც ბუნებრივად მაინტერესებს. ეხლა მაგალითად UFC-ზე რო ვიღებ ვიდეოებს, უყურებ მართლა UFC-ს რა. შეიძლება 2-3 წლის წინაც და ახლაც შეიძლება ფეხბურთზე საუბარი კომერციულად უფრო მომგებიანი იყოს, მაგრამ UFC მიყვარს და არ ვილაპარაკებ ფეხბურთზე. და შენ რო გისტორდება ეს ყველაფერი, გადადის მასაზე ეს ყველაფერი და უფრო სხვანაირად. ნახე მასა ანუ საზოგადოებაზე, მაყურებელზე და საზოგადოებაზე ჩემი ტიპაჟი თუ მისაღები იქნება, ისინი მე მიყურებენ. და ამ სტილს იცი რა, ყველაზე ძნელი რომ ყველაზე ძნელია გამომწერები მოაგროვა, ანუ იპოვო ისეთი ადამიანები, ვისაც შენ მოწოხარ შეულამაზებელი. მაგრამ ისინი თუ იპოვნე და ისეთი გამომწერები თუ ყავს, ასე ვთქვათ, ეგ არის ყველაზე ძლიერი community. ამიტომ ასეთი სტილის YouTuber-ებს მაგალითად სხვა ნებისმიერი სტილის YouTuber-ებთან ეგ უპირატესობა აქვთ, რომ ყველაზე ძლიერი community ყავთ. და საბოლოო ჯამში YouTuber-ი იმით კი არ ფასდება, რამდენი გამომწერი ყავს, არამედ community რამდენად ძლიერი ყავს. შეიძლება ტიპს 20,000 გამომწერი ყავდეს, ან 10,000 და რაღაცა ნებისმიერ გამოკითხვაში და რაღაცეებში 9 მილიონიან ტიპებს ჯობდიდეს რა. ერთადერთი YouTuber-ი ხარ, მე მგონი, რაც ვიცი, ვისაც ჰეიტერი არ აყავს საერთოდ რა, რაც ვიცი, მე მგონი. ხო? მეც ეგ ანუ ხო, რაღაც დოზი ეგ როგორ მოახერხე ეგ ამბავი? წარმატების საიდუმლო რა არის მაგის? ანუ ეგ ძალიან რთული კითხვა, იმიტომ რომ ნახე
თავიდან ისე რომ დამეწყო ფიქრი რომ მოდი აბა მე ისე გავაკეთო რაღაცები რომ ჰეითერი არ გამიშდეს მაგას ვერ ვიზამდი ხო შანსი არა მაგრამ მე თვითონ არ ვარ არავის ჰეითერი და არა ეგ გასაგები არა ხო შეიძლება დავუშვათ იფიქრო რომ რადგან ბავშვები მიყურები იმიტომ არ შევიგინო იმიტომ რომ არა მარტო ბავშვები არ უყურები ხო ზოგადად ყველა წლოვანების ადამიანი უყურებს მე ალბათ უფრო დიდი ასაკი მიყურებს ჩემი აზრით ვიდრე ანუ კვანტურ ფიზიკაზე ხარ ვსაუბრობ მაგას თუ ბავშვები იგებენ და 200,000-ის ნახევარი აქვს მაშინ რა მაგარ ქვეყანაში ცხოვრობთ მაგრამ მაშინ რაღაც გვინდა და ეს ძირითადად 20 ჩემი აუდიტორია არის ძირითადად 18-დან 34 წლამდე რა უფრო 30-ისკენ კიდე ანუ გამოვიდა რომ იდეაში დამთხევა და შემთხვევითობა ერთ თემა ესე იგი რომ ჰეიტერი არ ყავს ანუ სპეციალურად არ გიჩაერჩენ მაგისთვის რა ანუ ნახე მე ვიდეოში არავინ არ გამიერანძღავს არ რაღაცა ისეთი რაღაც ბიფი არავის არ დამიწყია და ვცდილობ რომ რაც მევასება მაგაზე ვილაპარაკო ანუ და ჰეიტერი რანაირად უნდა გამიშდეს არ ვიცი ანუ ჰეიტერი შეიძლება გამიშდეს ანუ შეიძლება ეხა ტიპი ჩართოს ჩემი ვიდეო შემთხვევით ამოვიდოს სადღაც და არ დავევასო ვიღაცამ დამიწერა გადავდი მაგაზე გრიგოლ ვაშაძეც ახალგაზრდობა ხარ. აუ ეგ ხო, ეგ 100%-იანი კი. მართლა გიხარ. ხო და ანუ ეგ ჰეით კომენტარში გადის, მაგრამ ძალიან გამეცინა რა, სასაცილო. არ ვაფშე არ არის ჰეიტი. გრიგოლ ვაშაძე, ცუდი პონტი ხო არის. გრიგოლ ვაშაძე რომ დავსერჩე, მართლა გავა თუ გავს თუ რა. და რამის ულაშები გაიფასე ეგრევე ხო. ულაშებს დიდ პატივს წევ და იყოს, მაგრამ ანუ არ ვიცი მოკლედ ამ მაგაზე თავარია პიროვნულად არ შეგადარონ თორე ხა ვიზუალით არავუშავს კიდე რა ანუ შემადარონ ვისაც უნდათ იმას შემადარონ მე გავაკეთებ იმას რაც მევასება მარტო მაგას და მე ვის შემადარებენ ეგ თვითონ იციან წეგა რო ვახსენეთ ამ ტელევიზიის ხალხის გადმოსვლა ხა ვარდოსანიძე მაგალითად უკვე კაი ხანია წლებია გადმოსულია და უკვე ძალიან ორგანულია მაგის რო უყურებ რა და ეხლა რო შემოდიან მაგალითად რო ამბობენ ხო რომ თქვენი ტელევიზია წამოიღეთ აქო რა და მაგალითად თავისუფლება ის როგორია რომ ფეხს აქ შემოდის თუ იქ შემოდებს არ აქვს მნიშვნელობა როგორია თქმა ეგაა თავისუფლება YouTube-ზე და ასწორებს იმიტომ რომ ტელევიზიის სხვანაირად მიჩვეული რამდენად შეიძლება რომ მაგალითად ორგანული გახდეს ამათთვის და შემოვიდნენ ამ თემაში მაგალითად ტელევიზიის შენ ხა იმ ნარატივიდან ლაპარაკობ რომ ეგ ხალხი რაღაცა დავაშეიმინგოთ თითქოს პირიქით თუ არა არა სუპერჩი მე მინდა შევაქო მაგ ტიპებს პირიქით თანადგომა და სოლიდარობა ჭირდებათ რატო ხა ნახე იქ რაც აქვს მთელი ცხოვრება ნასწავლი აქ არა ნახე ამ სფეროში ეგ არ მუშაობს პირიქით მუშაობს ტელევიზიიდან ტიპი რო გადმოდის YouTube-ზე იმას უფრო მეტი სამუშაო აქვს თავის თავზე ვიდრე ისეთ ტიპს ვით საერთოდ ნულიდან იწყებს კი ბატონო იმიტომ რომ ეს ყური რო ყავს მაგალითად იქ აუდიტორია ვერ ხვდება ეხა გამომწერი ვერ ხვდება ის ყურში რო ყავს ისა იუთუბერი თუ შენ ხარ იუთუბერი რა ვინც ვიდეოშია მაგალითად და კიდე ბევრი ეგეთი დაბრკოლება აქვს მაგრამ პლუსი რა აქვს ნახე ტელევიზიიდან ტიპები რო გადმოდიან იმათ ტელევიზიის სპონსორებიც მოყვებათ ოგი ბატონო რომელსაც კომპლექსიც არა აქვს და ბევრი რაღაცა კიდე რომელიც არა ეგ ინდივიდუალურად მაგრამ თვითონ სფეროსთვის ნახე რაც უფრო მეტი ადამიანი ცდილობს იუთუბერობას ეგ უკვე არსებული იუთუბერებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანია აჰა ანუ ჩვენთვის კარგია იუთუბერებისთვის ესე ამ კუთხით თუ ხო და უნდა დავეხმაროთ რა რითი შეგვიძლია რა ვიცი სტუმრათაც მივიდეთ რამე ურჩიოთ აი მაგალითად ნახე ვარდოსანიძე არის ძალიან კარგი მაგალითი რა იმიტომ რომ ვარდოსანიძე ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გადმოვიდა და ქონდა ესეთ შეხედულება რომ აი რაღაც სერიალში იყო მაშინ თავარ როლში კიდე გადაცემის წამყვანი იყო და ფიქრობდა ესე რომ ქვეყანაში ცნობილი მსახიობია ტელეწამყვანია და მოტოზე დაჯდა და წავიდა ევროპაში სამოგზაუროდ. ეგ თემა ხო, კი ბატონო. და ფიქრობდა რომ ეხა მაგაზე საინტერესო რა უნდა იყოს. პანდემიის დროს ნახსოვს ეგ თემები, კი. ქონდა რა 7 ნახვა. ხო. მე ნიკათიემჯი ვიდეოს რო დადებ და Minecraft-ს რო თამაშობდა 9,5 ნახვა ხო. და გიждდებოდა მაგაზე, ანუ ვერ ხვდებოდა და მე იმდენი ისწავლა, იმდენი იშრომა, ბევრი რაღაცა და არის პროგრამაში. მე ბევრმა იუთუბერმაც კიდე დაიხმარა რომ ძალიან დიდი შრომის ფასად ბევრი რამე ისწავლა და ეხლა ერთ-ერთი ტოპ ტიპია საერთოდ. კი ბატონო. ეგრე იყო მავანიც მაგალითად. მავანის კიდე სულ ახსენებ რომ იმიტომ რომ მავანის რომ ტელევიზიის ფორმატიდან YouTube-ზე გადმოწყობა მოუწია ვიცი რამდენი ღამე აქვს ნათენები რომ რაღაცები სწორად გაეკეთებინა და ეხლა ეგეც სრულყოფილად აკეთებ ჩემი აზრით რა მაგარი არხი აქვს.
კიდევ გამომჩება ეხლა ვიღაცები, მაგრამ ზოგადად ჩემი თვალით მაგ ნანახი ტელევიზიიდან გადმოსული ტიპებს რამდენი წვალება უწევთ, რომ აქაური ფორმატი კარგად შეისწავლონ რა და ძალიან ძნელია მართლა. ყველას ურჩევ, რომ ამ სფეროში გამოცდილება ვისაც აქვს, რომ დავეხმაროთ. ზოგადად უნდა დავეხმაროთ ყველას, ვისაც YouTube-ის დაწყება უნდა, იმიტომ რომ სხვა YouTuber-ის განვითარება ჩვენ განვითარებასაც ნიშნავს ავტომატურად. სხვადასხვა აი ძალიან საინტერესო იყო წეგარ ვახსენე რომ ეგონაო რომ მეტი ნახვები ექნებოდა რადგან ტელევიზიიდან ტიპი გადმოვიდა ეხლა მაგალითად ჩემ შემთხვევაშიც იყო რაღაც ისეთი მოსაზრება ვფიქრობდი რომ რადგან მაგალითად შოუ ბიზნესში ასე თუ ისე მიცნობდნენ ემიგრაციაში ჩავდიოდი კონცერტები იქით-აქეთ რადიო ტელევიზია და ასე შემდეგ რომ ვიფიქრე მეც მაშინ იმ პერიოდში რომ დავიწყებ უფრო ადვილი იქნებოდა მაგალითად გამოწერების მოგროვებას, ნახვების თემას და რაღაცა და ხო ის აუცილებლად და არამც და არა. ნახე ეგ საქართველოში კი არა. ჯეკ ბლეკმა და უილ სმითმა დაიწყეს იუთუბერობა. ეხლა თუ 1-3-4 წლის წინ. ხო. და არაფერი არ გამოუვიდათ. და ბოლოს იქამდე მივიდნენ რომ PewDiePie-თან კოლაბზე ჩალიჩოდნენ. რო ჩერეზ ხო. და რა PewDiePie-ის მიმიქონ და ესეც კამზე გადაწვა და აბა თქვენს კამი თუ შევა ესეო და ჯეკ ბლეკი მაგას ინტროში იყენებდა. მაგალითად, ანუ ხო და ეგ მარტო ქართული პრობლემა არ არის რა, ყველგან ეგრე ხდება. ხო, ეხლა მაგალითად მეც კიდე მაგკუთხით რა იყო ყურე, დავიწყე მაგალითად მოწვევა შოუ ბიზნესთან ცნობილი სასტავების რა და ვიფიქრე მეთქი რომ ეს თემა უფრო გაამართლებდა რა, მაგრამ ეხლა შენც რო ახსენე შენს გადაცემაში რომ ჰიპ-ჰოპ მიმართულებით გამვითარდაო რა, მე ხა ყოფილი რეპერიც რო ვარ და ასე შემდეგ მაკედან გამომდინარე კიდევ ვიფიქრე რომ მოდი ეს თემა რახან მევასება, მოდი ზუსტად ამას მივაწვე და ნახოთ მეთქი იქნება ამ თემამ კიდევ უფრო მეტ და რეალურად მართლა ამ თემამ უფრო გაამართლა და მე მივხვდი რომ მართლა რაც გიყვარს და მართლა იმას რაც აკეთებ მართლა მაგ თემამ გაამართლა, თორე განაიმ ხალხს პატივს აქვს, ვის მოწვევა ყავდა. ნახე, ეგ როგორ მუშაობს. მე ვფიქრობ ესე რომ YouTube-ზე თუ გინდა რომ რამეს მიაღწიო ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, რა სფეროში ხარ რა. შეიძლება რაღაც ცომს ზელ თუ შენ ცხოველს ული თუ რაღაცა მაგარი ხარ, რაღაცა ჯობით ხტომაში სულ ერთია რაში ხო? თუ გიყვარს ის რაღაცა რაზეც ვიდეოებს იღებ, ხო. ეგ არის წარმატების გასაღები. და სულ ერთია, შეიძლება მეზოვე იყო. და ოღონდ თუ ნახე მეზოვისგან გამიგე ესეთი სიტყვები რომ ჩემზე არის ამ ქვეყნის განვითარება დამოკიდებული, რადგან ახლა მე დილის 7 საათზე რომ მოვგვი ამ ქუჩას და მე ბავშვები სკოლაში მიდიან, ის ბავშვები რომ სუფთა ქუჩაზე გაივლიან, უკეთესი დღე ექნებათ და ეს უკეთეს მომავალს ნიშნავს. აი ნათქვამი. ეგრე შეგიძლია ყველა სფერო აღიქვა, ეგრეთ მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ყველა მართლა არის ეგრეთ ფუნდამენტურად რა. და აი ოღონდ ეგეთი ხედვა თუ გაქვს იმ სფეროზე, რასაც აკეთებ და მაგაზე ვიდეოებს იღებ, უეჭველი ყველა საინტერესებს. არ აქვს მნიშვნელობა. ნახე, მე მაგალითად შეიძლება მანქანები არ მევასებოდეს პირობითად, მაგრამ ტიპი მევასება, ვისაც მანქანები ევასება, იმის ხურება რა. ხო, ხო. კი ბატონო. ხო, აი ეგ არის რა, რომ ზუსტად მე ეგ ნიშა რომ დავიჭირი, ასე ვთქვათ, რომ რეპერების მოწვევა და ეს თემა უფრო განვითარება დაიწყო არხმა, გამომწერებიც უფრო შემოვიდნენ კიდე, დაიწყეს არხის გამოწერა, ლაიქები, ამბავი, ასე შემდეგ და მეც გამისწორა თან ეგ ყველაფერი რომ ნახე შენ ისეთ რაღაცები გააძრე თან, რაც არ არსებობდა რა, მაგ მიმართულებით ზუსტად, აი მაგალითად თენთენა რო ყავდა. ძვალი კიდე, ძველები უდები. კიდე რამდენიმე ისეთი ტიპი ყავდა, რომელიც ბავშვობაში რო 1-2 ჯერ გუფი, აი გუფის პოდკასტი ძალიან მაგარი იყო. და ანუ ისეთი რაღაცები იბაზრა, რომ ეგ ტიპი რო არ ვიცოდი, მე თვითონ გამიტყდა რა. ანუ კაი საქმეს ვაკეთებ და არ შევეშვა მაგას. ხო, და ის ჰიპ-ჰოპ მიმართულება ჩემი აზრით უეჭველი უნდა გააგრძელო სერიოზულად. თან რო გიყვარს რა ეგ არის რა. გინდა კი ესტრადაზე კი გადავედი, მაგრამ სულდგულით მაინც ჰიპ-ჰოპი რეპი და აი ეს თემა არის რა. კაი, მოკლედ მადლობა. წარმატების გზაზე რა ვთქვათ ბოლოს. წარმატების გზაზე რა ვიცი, ერთმანეთს მე ვფიქრობ, რომ წარმატება უნდა უსრულო და შენის უნდა მითხრა, როგორც იუთუბერმა, იუმორის გარშე არ გამრეს. შენის უნდა მითხრა, როგორც იუთუბერმა, რომ რამდენად საჭიროა მაგალითად, რომ იუმორი ზოგადად ვიდეოში და ამას იყენებ თუ არა ამ ხრიგს და კიდე პლუს როგორ განვითარდე კიდე უფრო მეტად, რომ უფრო მეტად კარგი იუთუბერი გავხდე. შენ? მე, თორე შენ ვიცი რომ აცი წინ და წინ ისედაც მიდიხარ და არა, განვითარება ყველასთვის საჭიროა, სულ ეგ თუ შეანელე უეჭველი ჩამორჩები, მაგრამ შენზე მოდი რა ვთქვათ. კონსისტენტურობა
ნახე უფრო კონსისტენტურობა გაქვს ისედაც სულ ვიდეოს არ აგდებ ხოლმე რაღაცა 2 თვე არ გადის ისე ვიდეო არ დადო ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის ეს ჰიპ-ჰოპის განხრა იყო ყველაზე საინტერესო შენგან იმიტომ რომ ის შენ ისეთი ძველი გამოცდილება გაქვს მაგაში და ისეთ კომუნიკაციაში შედიხარ მაგ სფეროს ადამიანებთან რომ ეგ არის უნიკალური რაც სხვას არ შეუძლია საერთოდ რა ჩემი აზრით ესე ვინც ამ სფეროშია აი ხა ნახე მე რომ მოვიყვანო სტუმრად რომელიმე ქართველი რეპერი პირობითად მე არ მეწოდინება ახალი კიდე კი მაგრამ აი ის ძველებია ის საინტერესოა იმიტომ რომ ნახე ეს ახალი ტიპები მაინც ჩანან ბევრი ნახვები აქვთ ტრეკებზე ბევრი მოსმენები აქვთ და ის ტიპები ვინც რაღაცა ესე უხეშად რო თქვა აქამდე მოიტანეს და რაღაც კასეტებზე წერდნენ და იქ რა გამოიარეს ეგ ძალიან ძვირფასი ინფორმაციაა რომელიც მე ამ ახალ ტიპებსაც სჭირდებათ რა რომ იცოდნენ ეს განვითარების ფლოუ როგორი იყო ანუ ჩემ პოდკასტებს უყურებ ხოლმე ესე ხო აბა რა კარგია ხითა რომ მოგესწრებს მე გულზე თაბლად მეტები რა ვიცი რა გითხრა ხითა შენ ხარ ძალიან მაგარი ადამიანი იუთუბერობას რო შევეშვათ მართლა ვამბობ იმიტომ რომ ძალიან ჯერ მაინც ვფიქრობ რომ ცოტა საფრთხეზე შეიძლება ჟღერდეს მაგრამ ჯერ მაინც ადამიანი უნდა იყოს და მე რა პროფესია იუთუბერია თუ რაცა უნდა იყოს და მე არ მახსოვს შემთხვევა რომ მაგალითად ჩემთვის ან მომეწეროს ან დამერეკ ან რაღაცა და შენ გეთქვა რომ აი მე არ შემიძლია და სხვას მიმართე და რაღაც ეგეთი რა და G2G-ს კიდე ორიანს დავუწევ პირად საქმეში ჯერ კიდე როდის დამპირდა მაფიაში მოგიწევო და სად არის მეთქი რომ ვეუნები აი დღეს ხვალ მე ვთქვი შოუ-ბიზნეს წარმომადგენლები ყავდა მაგაში გავდივარ რეპერებშიც გავდივარ იუთუბერობაში სათხაც ხო გავდივარ რაღაცაშია რა ეგ კამერას შეხედე და უთხარი რომ მომიწვიეთ ხო და G2G ველოდები შემოწმება და თუ არ მომიწვევ დაგაროუსტებ თქო უთხარი მაგას ვერ გავაკეთებ იციან ხალხი მე დავაროუსტებ მაშინ აი ხიტა აი თუ არ მოიწვევ მაფიაში დაგაროუსტებ იცოდე ჩემი ვიდეოდან ანუ მეტი აქვს აზრო ეხლა ხვადილი G2G საერთო შემოდის რომ დაპატიჟებული ისეც კი ვაპირებდი მაგრამ ისედაც ვაპირებდი მაგრამ თქვენ სტიმული მომეცით დაპატიჟებული და იუმორი საჭიროა ზოგადად ხო ზოგადად იუმორი აგიფას ვიდეოში ნახე მე არ მიმაჩნია ხა ჩემი თავი რაღაც იუმორისტად ისე რომ რაც ხუმრობა დავწერო და მე თქვა არამე რა უბრალოდ ესე თუ რამე მომაფიქრდება და გამეცინება მე თვითონ მე ვამბობ ხო არა თან რაღაც სიტუაციასაც უხდება ხდება სულ და ესე როზი ხარ რაღაცა სკოლის მერხზე რო ხარ და რაღაცა არა არ იგივე ხო რა ანუ რამდენი საშუალებაც გაქვს იუმორის მაქსიმალურად უნდა ჩადო უბრალოდ ეხა მე ბევრი არ მაქვს უბრალოდ ჩემიც მაგაცია კეიბუს ვიდეოს რო ვიღებ ხოლმე ისეთი ზღვარგარასული იუმორია ხოლმე რომ 100% და 20% შეება ხოლმე ვიდეოში იმით რომ ყველაფრის დადება არ შეიძლება ხოლმე ასე რომ მაგრამ იუმორიც საჭირო ერთგვარად ასე ვთქვათ მოკლედ გამოვიწერეთ არხი დალაიქეთ ვიდეო და კომენტარეთ თან ეს ახალი არხი არის წარმატების გზა ჰიტა არის მესამე სტუმარი ეს სხვა არხზე იდება კი წარმატების გზა ცალკე არხი არის კიდე შენს ტიპ ყავდა კორკოტა სხვათა შორის ხა იუთუბერი ხო მაგრამ შენ აქ ზარგიჩონია ყველაფერი რო გქონდეს არა ეგ მივხვდი რომ ეგ კი არის იმასაც კი მივხვდი რომ შენ რომ მირჩიე გახსოვს რომ პოდკასტს რო აპირებ ცალკე გააკეთო მაგასაც გვიან მივხვდი მაგრამ просто აღარ გიგდა უკვე საშტა ჯობდა რომ ეგ პოდკასტი ცალკე გამაკეთებინე მაგას მივხვდი და ეს წარმატების გზა ჯობი ესე იყოს იმიტომ რომ მაინც თავისი მაყურებელი ყავდეს ყველა იმას რა იმიტომ რაღაცაით აი თქოს კონტენტის ამბავში ჩემს არხზე ისე ჩამოყალიბდა რომ თუ რეპის გარშემო არ დავდე იმ არხზე კონკრეტულად აი ვცადე რა ლოგის თემა რაღაცის ცალკე თემაში საერთოდ არ ქონდა აი გამოხმაურება რა აი ისე ჩამოყალიბდა შეიძლება ალგორითმიც უკვე ჩამოყალიბდა რომ რეპის გარშემო თუ არ იყო კონკრეტულად იმ არხზე არ იღებს ის მაყურებელი და ის შეეჩვია რომ უკვე ეს თემა არის რა აი გაგვერება ცოტა და ეგეც საინტერესო იქნება რომ იტა რომ მოვიყონ და გავარეპინო მე არ ვიცი მოკლედ მადლობა აბა მოწვევისთვის და მადლობა შენ რომ მოხვედი და გაიხარე ასევე შენ წარმატება აუცილებლად ნახეთ კეიბუს არხი ეხლა სადაც ვიყვებით მადლობა მასპინძლობის საკაურობას ამონახდება კეიბუს არხი აუცილებლად კეიბუ ესე ქვია არხია ცალკე შექმნილი და იქ პილოტი უკვე დევს რომელიც გადავიღეთ ხო და მაგ არხზე დაიდება ეს ცალკე ვიდეო რომელსაც ზოგადად ბურგერები ხო გიოს მან დიდება ხო მან დაიდება მაგ თემაზე გემრიელად მივიწვევთ და მან დაიდება ჩვენი კნესა გოდება თუ ასე იქნება ის შეკება და ასე შემდეგ დროებით აბა დროებით